თავი რა ხი ჯობია არ არსებობდეს, ან ტყუილის გავრცელებას ყველაფერი ჯობია. ჯობია რომ სიჩუმე იყოს, ვიდრე ტყუილი გავრცელება. პროტესტზე რო საუბრობდით და აბა გითხარით უკეთესი ვიდრე ჩვენი სეირნობა, აი ჩვენ სეირნობთ დღეში გავდივართ 10 კილომეტრს და ამით ვამარცხებთ რეჟიმს, ვიხდით ჯარიმებს და ბიუჯეტი შედის მილიონობით ლარი და ამით რეჟიმი კიდევ უფრო ზიანდება. აი ამას რო აკეთებდა ხალხი და ამას რო პროპაგანდირებდა, ჩვენ ვეუბნებით არა ხალხო, აი ბიუჯეტში რო ჯარიმებს იხდით, ამით რეჟიმი არ ზიანდება. აბა თუ არ მეტყვი უკეთეს რამე, სანამ უკეთეს არ შემოთავაზე, მე გავაგრძელებ ბიუჯეტის შევსებას, იმიტომ რომ როგორ შეიძლება შემთხვევით ქართულ ოცნებას ფული დააკლდეს. აი ამას გვეუბნებოდნენ და როგორ შეიძლება ასეთი პოზიცია, მათ შორის პროპაგანდირება ასეთი პოზიციის იყოს სწორი. მედია რომელიც ამას პროპაგანდირებდა, ამაში არწმუნებდა ადამიანებს. როგორ შეიძლება ამ მედიის გაქრობა იყოს ცუდი. 36 მილიონი თუ რაღაც ჯარიმებით შეკრება ქართულმა ოცნებამ. ამის შემოქმედი, მათ შორის თავარი არქივი იყო, ლელოვიზია სხვა ამის შემოქმედი იყო, ფორმულა სხვა ამის შემოქმედი იყო. აი ეს პროპაგანდისტები, აი ეს უსინდისო ხალხი, ვითომ ჟურნალისტები რო ქვია, რო არ ყოფილიყვნენ. 26 მილიონი ხო ხალხის ჯიბეში იქნებოდა. და ეს ჯიბეში რო რაღაც მილიონები აღმოჩნდებოდა, ბოლოს და ბოლოს აიღო და თავისი პარტიები დაეფინანსებინა. ეს ხო უკეთესი იქნებოდა. ამ უსინდისო ვითომ ჟურნალისტებმა რო დაგაჯერეს, რომ ისა თურმე ქართული ოცნების დამარცხება იმაში მდგომარეობს, რომ ქართული ოცნებას ხმები არ უნდა წაართვა. რომ მიშას ხმები უნდა გაინაწილოს ოპოზიციურმა პარტიებმა და ამიტომ შემთხვევით ქართული ოცნების ამორჩეულზე რომელიმე პარტია თუ მუშაობს, გირჩისნაირი მაგალითად ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ებრძოლო. ესენი ჟურნალისტები არიან. პროპაგანდისტების ყველაზე დაბალი და უნიჭო დონეა. და რაც ნაკლები, მით უკეთესი. მართლა სიჩუმე უკეთესია ვიდრე ასეთი ტყუილები.